ლოგიკურად თუ იმშელებს, ავტოვე ბოლომდე ვარში. გამარჯობა. გამარჯობა. სათხარ რომ იმშელოთ ლოგიკურად. ერთ წუთი რაღაცა უნდა მითხრა. გუშინდელი თემა ახსოვს? ანგელოზი დასული? ხო, იწერა ვიდეოს? კი. აი, ერთ წუთი. ყურანთან გაქვს? არა. კაი, მაშინ მეორე სურა 97. ბაყარას 97-ს მომიყვან, ხო? ერთ წუთი მალაბარა. დავამთავრო, მოიცა? რაღაცა 97, ხო? როცა მალაპარაკე და მომთავრო, როცა შენ ლაპარაკო, მე გაცლი. მალაპარაკო რო გეკითხები, მეორე სურა მე 97 აიათი გინდა რომ გადავშალო, მაგას მეუბნები? ხო. ხო. ანუ ისა ბოლკოტე შეხედე 2 წამი შეხედე ერთი წუთი. მაშინ 2 წამი თუ ჩამთე და მალაპარაკე გაცხრა, მაცალები. გაცდი, მომისმინე. ეხლა შეეცდები რომ დამიმტკიცო, წინასწარ ვიცი რისი გაკეთებას გინდა. მანახე მეორე სურას 97 აიათს, მე გადამიყვან მე-6 სურას ალბათ 101 აიათში და მე მაგი დამიმტკიცე რომ სული ანგელოზი. სული ანგელოზი. არ არის. კაი, მიდი, წაიკითხე მეორე სურას 97, მიდი, წაიკითხე. მოიცა კაცო, რატო ჩხარო? შესავალი გავაკეთო. ვიცი რასაც იტყვი და მაგიტო, ვიცი, მიდი, წაიკითხე. ხო და თუ ვიცი გამთვიშე მაშინ რას მალაპარაკე. მე ხო გითხარი რასაც იტყოდი, მილიონჯერ მაქვს ეგ აბსურდი მოსმენი. მიდი თქვი მეორე სურა წაიკითხე 97. შენ ამბობ ასეთ რაღაცას. რუჰულ ყუდუსი და რუჰი და მელაიქი, ანუ სული და ანგელოზი არის განცალკევებულად ნახსენებიო ამბობდი და ამტკიცებდი რომ ანგელოზის ცალკე არსება არის და რუჰი რახან ცალკე არის ნახსენები, ესე იგი რუჰ ანგელოზი არ არის. ხომ ასე ამბობ? და ერთ რამეს დავამატებ. არა, მე დავამატებ, მოიცა, მე დავამატებ. ანუ ჩემ პოზიცია ხო გინდა რომ გაიგო თუ არ გაინტერესებს მე რასვლა. შენ გუში რასაც მეუბნებოდი ყველა არ დამისვი ახლა ამ კითხე, კითხვა არ დამისვი. ანუ მაგიტო არ ამოყავდი რომ ანუ რაღაცა კოოპერატივით არ გელაპარაკები მე. ეხლა არ მკითხე რომ ეს იყო ნეოშენი პოზიცია, ანუ ჩემი პოზიცია მართლა გაინტერესებს თუ ის ეს დილობისთვის მეკითხები. თუ მართლა გაინტერესებს ხო უნდა მომწე ახლა საშუალება რომ აგიხსნა. ჩემი პოზიცია. მე კითხვის ფორმით არ მეკითხე. ჩემი არგუმენტი მარტო ეგ არ არის, რომ ცალკე ნახსენები არიან. ჩემი არგუმენტი არის, რომ თუ იტყვი რომ სული ანგელოზია, ყველა ვარიანტში შეხვალ იმ პოზიციაში, იმ სისტემაში, რომ ანგელოზს შეუძლია სიცოცხლის შექმნა. გააგრძელი ახლა. გისმენ. ერთ წუთი დავამთავრო ერთი. შენ ამბობდი გუშინ რუჰი და მელაიქი, ანუ სული და ანგელოზი არის სხვადასხვა არსება. ერთი და იგივე არ არის რომ მკიცებდი. რუჰის ანგელოზი არ არისო, რახანო ამბობდი რომ ცალკეა ნახსენებიო, გამიგი ანგელოზთან სული და ანგელოზის ჩანაწერს მოусმენ და იქ ვიტყვით. თუ მარტო იმ ვიდეოს თუ იქ ისმის ეს. ბოდიში მეგობარო, ოღონდ მარტო მაგ მიზეზით არა, ეგ არის ერთ-ერთი მიზეზი, ეხა მეორე მიზეზიც გითხარი, ნახე, იმიტომ რომ თუ იტყვი რომ სული არის ანგელოზი, გამოიყვან იმას რომ ანგელოზს შეუძლია სიცოცხლის შექმნა და ეს იქნება შენთვისაც ერეტიკული. ვიცი რასაც იტყვი შენ, მარიამზე იტყვი ზუსტად. კი, მარიამზე ვიტყვი და თან არაბული ხო იცი შენ? ოღონდ თუ გადავალ, ხმაითიშებ აპლიკაციით ვკითხულობ. რამენაირად ჩემი თხოვნა, ანუ მინდა რომ არაბულად უნდა წაგაკითხო, ეგ აიათი. ყველა ვარიანტში არაბულად უნდა წაკითხო, იმიტომ რომ ქართულად არასწორად არის გადათარგმნილი. არაბულად უნდა წაკითხო და მინდა რომ გადამიხადო. აი, მაგას გეუბნები. რაღაცაზე შევთანხმდეთ გეხვეწები, თუ რაღაცას ლაპარაკობ, დამაცადე რა. ზმურა გეხვეწები. როდის არ გაცადე? ანუ როცა კითხვას დამისვამ, უნდა გიფასო. კითხვას რო გისვამ, ეს არ ნიშნავს რომ უნდა ჩამეჭრა. დავასრულებ ჩემს და მე გამესვასო. ნახე, აი მაგალითად ბოლხაზე მე რო კითხო. ანუ მეგობა რომ შენ ამბობ რომ ღმერთი არ არსებობს, ხო? და მე რო გავაგზავნო საუბარი. ხო მეტყვი, ნეო. რა ღმერთი არ არსებობს, მაგას არ ვამბობ. ხო ანალოგიურად, ნახე წეგან რო თქვი. ამბობ რომ იმიტომ არის რომ სული არ. ხო მარტო მაგას არ ვამბობ თქო და ანუ გაგისწორი ჩემი პოზიცია რომ სწორად გაიგო. რომ სწორად გამცე პასუხი. თორეა თუ არასწორად გეცოდი, არასწორად გამცე. როცა ორი ადამიანი ერთმანეთთან ლაპარაკობს, ოპონენტები, რაც უნდა მიუღებელი იყოს, შენთვის უნდა დაასრულებინო. ანუ აი მაგალითად რო გექნება შენ. მე რო გითხრა, ანუ მეგობა რომ შენ ამბობ რომ ღმერთი არ არსებობს, ხო? და მე რო გავაგზავნო საუბარი, არ მეტყვი რომ მოიცას, როდის ვამბობ, არ ვამბობ, ანუ არ გამცე მაგაზე პასუხს კითხვაზე.
მე რო გითხრა ბოლქვაზე, ანუ შენი პოზიცია მეგობარო, რომ ღმერთი არ არსებობს და მე რო გავაღზავნო და მოვაყოლო ამას მთელი არგუმენტი. რაც არ უნდა ვთქვა, ხო არასწორი იქნება, იმიტომ რომ დამასრულებინები, დავამჩემ. ნახე შეხედე, ბოლქვაზე მეგობარო, შენ ამბობ ღმერთი არ არსებობს, აბა რანაირად შეიქმნა სამყარო და რო გავაღზავნო, ხო მეტყვი რომ სისულელეზე როდის ვთქვი ღმერთი არ არსებობს, ანალოგიურად, რადგან იგან მკითხე, რომ ეს არის ნეო შენი პოზიცია და ჩემი პოზიცია თლად სწორად ვერ ქონდა გაგებული, მაგიტო დაგიმეტო რომ მარტო ეგ არ არის ჩემი პოზიცია. სული არ არის ანგელოზი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ დისტინქცია ნათელია, ყურანში სხვადასხვა აიათებში და განახებ მაგას, მე მეორე თუ იტყვი რომ სული ანგელოზია, გამოიყვან იმას, რომ ანგელოზს შეუძლია სიცოცხლე შექმნა. ხო, მოდი მაგამდე მივიდეთ, ჯერ დავასრულო ჩემი აზრი. რუჰულ ყუდუსი და მელეიქი ამბობდი, ანუ სული და ანგელოზი არ არის ერთ და იგივეა. რახან იმიტომ ამბობდი რომ მე აგიცენი რომ ეს თაფსირებში ყველგან ანგელოზი წერია გაბრიელით არის ნახსენები განმარტებებში. შენ ამბობდი რომ არ მაინტერესებს რა წერია ახსნებში, მე ჩემთვის თავარია რა წერია ტექსტში და ასე შემდეგ. მე მათემატიკოსი იყო ჩართული კიდე, ის ამბობდა ასეთ რაღაცას, რომ რახან ცალ-ცალკეა ნახსენები ანგელოზთა დასში არ გადის. ახლა წავიკითხოთ რომელი აიათი. მეორე სურის, ოღონდ ხო ამბობდი ცალ-ცალკეა ნახსენები. და აქედან გამომდინარე ამტკიცებდით რომ ეს არ არის ანგელოზი. ახლა ოღონდ წავიკითხოთ მენ ქანა ღადუმ ლილაჰი ვა მალაიკათიჰი ვა რუსულიჰი ვა ჯიბრილა ვა მიქაილა. ანუ ვინც მტერია ღმერთის, მისი შუამავლების, ანგელოზების, შუამავლების და გაბრიელის, ნახე, ანგელოზები და გაბრიელი სხვადასხვა ადგილასაა ნახსენები. თუმცა არსით გაბრიელი ანგელოზია. აი ზუსტად რუჰულ ყუდუსიც და რუჰიც და მელეიქიც ზუსტად ერთი და იგივეა. რახან რუჰი იმიტომ ეწოდება რომ მაღალი სტატუსი აქვს. რუჰი, მე აგიხსენი გუშინაც თუ ლაივსდებ, იქ იქნება ახსნილი რუჰს აქვს ორი მნიშვნელობა. ერთი მნიშვნელობა რა არის? რუჰი არის გამოცხადება და გაბრიელს სწორედ მაგიტომ ეწოდება რუჰი, რომ მოაქვს ადამიანებთან გამოცხადება. აი ყურანის მიხედვით ეს არის. ახლა მოდი გადავიდეთ რასაც შენ მეუბნები. აი, ეხლა მორჩი საუბარს. ამით მარიამის სურაში რაც არის, მოდი წავიკითხოთ. გადადიკ აი მარიამის სურაზე და მე ერთდროულად ერთად გახსენ ამასაც. ერთი ყო გამახსენება 29 ხო? 18 არის მარიამის სურა, სურათ ერმერიამ. წაიკითხე ხომ? მე 18. ბოდიში მოდი ნახე რა ხენი პირველ რიგში სანამ 19-ე წაიკითხე მარიამის სურა არის 19, მაგრამ მოდი წაიკითხე 66 სურას მე-12 აიათი ხმამაღლად არაბულ ენაზე. უნდა განახო რომ სული ანგელოზი არ არის. წაიკითხე 66 სურას 12 აიათი. შენი არ მესმის რანაირად არა როცა დაგიმტკიცებ. აი, განახილებები დაგედე დღესავით ნათელი. აი ნახე ეხლა ერთადერთი რაც გაკეთე რომ უი გაბრიელი და ანგელოზები ცალ-ცალკე არის მოხსენებული. ეხლა შეხედე. შენი არგუმენტი ეს იყო გუში რომ ნახე ცალ-ცალკე. ჩემი არგუმენტი ის სწორი პოზიცია, ჩემი არგუმენტი მარტო ეს არისო. ეხლა წაიკითხე მე 66 სურას მე-12 აიათი. განახებ ეხლა ჩემი არგუმენტს, წაიკითხე. და მარიამ იმრანის ასრულმა ჩვენი პატიოს და მასწავლებელს ჩვენი სული. არაბულად, ქართულად ძალიან შეცდომით არის გადათარგმნილი, ჩემი თხოვნა არაბულ ენაზე წამიკითხე აიათი, მე-12 აიათი. რაღაც უნდა გაჩვენო. ვა მარიამა და გაიხსენე წიგნში მარიამი აბნათა იმრანა ლეთი ას აჰსანათ ფარჯაჰა ფანაფა ფარჯარი არაბულად. ფარჯაჰა როთქი, ფარჯრა არის არაბულად. ფარჯ ნიშნავს არაბულ ენაში ნიშნავს მემაპატიოს აქვს მენელება სასქეს ორგანოს. კარგი. აქ შემთხვევაში გადათარგმნილი არის როგორც პატიოსნება შეინახა. ყურე რას ამბობს რახან მარიამი ერთ-ერთი დავამთავრო კაცო თუ მე გიხები დავამთავრო. წეგა ხო მოგისმინეთ გთხოვ გამოიჩინე. შეკითხე ფარჯ რას ნიშნავს ხო და გიხსნი. ფარჯ კითხე და პასუხი მივიღე ვიცოდი ისედაც მინდოდა რომ შენი პირით გეთქვა. მომისმინე ანუ მეტი არაფერი არ მაცადე ვიცი ფარჯ რომ ნიშნავს ქალის სასქესო ორგანოს. 66 სურას ეხლა მე წავიკითხავ აგერ. ფარჯ ნიშნავს ქალის სასქესო ორგანოს. 66 სურაში მე-12 აიათში ესეთი რაღაც უწერიათ ჩვენს მეგობარ მუსლიმებს რომ მარიამი იმრანის ასული რომელმაც შეინახა პატიოსება მასში ჩვენ ალაჰი საუბრობს თავისაზე
ჩავბერეთ ჩვენი სულისგან, ანუ ალლაჰმა შთაბერა მარიამის სასქესო ორგანოში, ესე უწერია ტექსტში და სულისგან და მან დააწმოწა თავისი ღმერთის სიყვარული და შემდეგ ესე ხდება ისა რა ქვია ისას შექმნა. ანუ მარიამმა შთაბერა სული ბოდიში ალლაჰმა შთაბერა სული მარიამის სასქესო ორგანოში, ანუ როგორც გიწერია 66-12 აიათში და ესე იქნება ისა. აი ახლა კითხვა მაქვს. მისი სულისგან, ჩვენი სულისგან შავბერეთო რა სადაც წერია, რომ სიცოცხლე იქნება. ანუ მარიამში გაბრიელი შთაბერა ალლაჰმა, ეს არის შენი ლოგიკა. ციცოთი ფარაჯა უკვე შეგვიძლია გავასწროთ, მაგრამ კაი არ ვიჩქაროთ. ერთი წუთი დამამთავრებინა გასკითხულობ. ანუ შეხედე ახლა შთავბერეთ მას ჩვენი სული და დაადასტურა მან თავისი ღმერთის სიტყვები. ანუ ჩვენი სული შთავბერე რას ნიშნავს? მოდი დავუბრუნდეთ მარიამის სურაში. უყურე მარიამთან ვინ მივიდა? სრულყოფილი კაცის იერით. გაბრიელი. უყურე წავე მოიცა არ გათიშო. აქტიჟა, კაია. უყურე ერთ წუთი უყურე უთხრა მარიამმა მე მივეკედლები მოიცა თავით და დაიდგინა მათგან გამყოფი ფარდა და წარვაგზა დამთიშეთ ხმა? არა გისმენთ პირიქით დამგვიხარით. უყურე და მასთან გავაგზავნეთ ჩემი მოციქული. ჰიჯა ფარსალნა ილაიჰა რუჰანა ფეთა და ძალიან პატარაზე მაქვს რუჰანა სული წმინდა სული. რუჰანა ერთ წუთი. ეს რუჰანა რომ მიდის რასეუბნება? რომ მეო მორჩილი ვარო როგორც მახსოვს ხო ალაჰის. არა. ყალა ეს რუჰი რასეუბნება? ინნემა ანა რასულუ რაბბიკა. მე შუამავალი ვარ შენი ღმერთისა. ანუ გაბრიელია გეუბნები რუჰანა გეუბნები. ძალიან კაი მეგობარო ნახე აი ძალიან კაი მშვენიერი. გაბრიელი ვერა. აი მე 13 სურაზე რო გავიგე ძალიან კაი მშვენიერი. ხალიფუ ქული შეინ. გავიგე ყველაფრის შემქმნელი ღმერთია. გაბრიელი ვერ შექმნა. მშვენიერი გავიგე. ნახე მომისმინე ხა ყურადღებით შეხედე. შენ ამბობ რომ სულში გაბრიელი იგურსა და გაბრიელი ვერაფერს შექმნა. შეხედე 66 სურას მე-12 აიათი ღამის კოშმარი. წერია რომ ალლაჰმა შთაბერა სული მარიამის სასქესო ორგანოში ფარჯ სასქესო ორგანოში თვითონ აღიარო სასქესო ორგანოს ნიშნავს და ესე შეიქმნა ისა. ეხლა კითხვა მაქვს, შენი ლოგიკით გამოდის რომ ალლაჰმა მარიამში შთაბერა გაბრიელი და ესე იქნება ისა. წაიკითხე რას წერენ ქვევით. რა სიტყვას წერენ? მოდი მე შეთ ჰადის გეტყვი რომელიც ამის ახსნაში წერია. როცა ადამიანი ორგანებში ჩაისახება, ჰადისში წერია. მე-40 დღეს მოდის ანგელოზი და მოაქვს სული თავისი ღმერთის ნები და ამბობს. გოგო იქნება ის თუ ბიჭი, ანუ სული მოაქვს ადამიანში ჩადის ღმერთისგან მოდის სული, ადამზეც იგივე სიტყვა არის გამოყენებული. ადამში სული შთაბერა, ანუ ანგელოზი გაბრიელი შთაბერა? გეუბნება ყურანში. ინ მასალა ისა ინდალლაჰი კამასალი ადამ. ისას და ადამის მაგალითი არის ერთნაირი. კუნ ფაიაკუნ თქვა ღმერთმა იყოს და იქნა. მithumet იგივე ლოგიკა. ადამში დაგება გაფიცე. შენი ლოგიკით ადამში გაბრიელი შთაბერა ალლაჰმა და ესე იქნება ადამი. კი ბატონო, ძალიან კაი. წაიკითხე რას წერენ? რაღაცას წერენ. ადამი მომისმინე, ადამი გაბრიელი არის ღმერთმა შთაბერული. ძალიან კაი. ადამში შთაბერი ანგელოზი. გავიგეთ. ისე მადლობა ძმაო ჩართვისთვის, გაიხარე. მადლობა ლაპარაკი. სხვა დროსაც ამოგიყვანთ. სხვა მე პასუხი უნდა გააქცე, რატო არ მაცლია? რატო გარბიხარ? მომისმინე. ნახე, მომისმინე. რატო გიყვარს გაქცე? გუშინაც ასე გააკეთე. პასუხი შენ ვერ გამიცი. ეხლა ნახე რა გავაკეთებ და შენ თქვი. სული უდრის ქალის სასქეს ორგანო, აქ ფარჯაჰა ნიშნავს პატიოსნებას, რა გაგებითა სამოდეს საერთოდ სხვა ნიშნავს ფარჯ, ნიშნავს ქალის სასქესო ორგანოს პატიოსნება არ წერია. ნიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნიშნავს პატიოსნება. მომისმინე ორი წამი, ანუ არ მოიტყუო ტექსტი, ანუ ფარჯ ნიშნავს ქალის სასქესო ორგანოს ორი წამი მომისმინე. ნახე, პატიოსნება წერია წინა სიტყვა. შეინახა პატიოსნება,
მასში ჩვენ ჩავბერეთ მე ჩვენი სულისგან ფარჯაჰა, ანუ სასქესო ორგანოში ჩავბერეთ და ესე იქნება ისა. შენ თუ ამბობ, რომ სული უდრის ანგელოს და წერია, რომ ისა იქნება სული შთაბერვით. ანუ გამოდის ალაჰმა შთაბერა სული, ანუ ანგელოზი გაბრიელი ის მარიამის სასქესო ორგანოში და ესე შეიქმნა ისა. მიიყევი ახლა შენ ლოგიკას. ამას თუ ფიქრობ, კი ბატონო, არ არის პრობლემა. თუ არა სასქესო ორგანო გამორიცხე, რატო თარგმნი მასე? სასქესო ორგანოშია არის სახე. წეგან წაიკითხე, საშვილოსნოა მაგ გამოყენებული, საშვილოსნოა. აქ ნიშნავს პატიოსნება, რახან შეინახა. წეგან წაიკითხე დარჩა სიტყვა ქალწულად, სწორედ ესაა ნათქვამი. მეგობარო, ბოდიში, წეგან წაიკითხე სიტყვა ფარჯაჰა და გაგაჩერე. სპეციალურად წაიკითხე არაბულად. გაგაჩერე. კითხე. მეგობარო, რას ნიშნავს სიტყვა ფარჯ და აი ჩაწერილია ლაივი შენ თქვი. თქვენთან ბოდიში, მაგრამ ფარჯ ნიშნავს ქალის სასქესო ორგანოს. კი ბატონო, დაგეთანხმეთ, ძალიან კარგი. ანუ ლექსიკონში მასე ნიშნავს, მაგრამ ტექსტში, კონტექსტში არ ნიშნავს მაგას, რატო არ გესმის? კარგი, ტექსტში არ ნიშნავს მაგას. კაი, ტექსტში არ ნიშნავს მაგას. ეხლა ისა გენდობის სიტყვაზე. წყარო გახ მენდე ძმა, ანუ ფარჯ, ანუ მუსლიმ მკვლევარებს ამბობენ, ვინც ამას ეგრეთ აღებს, მაგრამ კაი, შენ გენდობით დაუშვათ. გენდობით ძმა. ნახე შეხედე, ეხლა შეხედე. რასაც არ უნდა ნიშნავდეს. ნახე შეხედე, ისე ნიშნავს სასქესო ორგანოს, შენ თვითონ აღიარე, მაგრამ ოკეი. ანუ გამოდის, რომ ალაჰმა შთაბერა სული და სულზე იძახი რომ გაბრიელია, ანუ გაბრიელი მარიამში, მარიამის სასქესო ორგანოში და ასე შეიქმნა ისა. ანუ მარიამში ალაჰმა შთაბერა გაბრიელი და ესე შეიქმნა ისა. საინტერესო. ახალ რაღაცებს პოულობნენო. Cooked. გაისპამოს. შენ ძალიან გაისპამოს. ეს თუთ დამამთავრებინები. ეს ქუქ რა აიღა მოდაში გაქვს თუ სექტანტები გყავთ თუ რა დამაცადე ლაპარაკი. იცი ას ნიშნავს? წაიკითხე. ხო. აუ მარიამის ზურაში არის აი ეს სიტ. კაი, მე კარგად მოიძიე ინფორმაცია. ერთ წუთი. მისა შეგიძლია ჩამერთო. კარგად მოიძიე. დამამთავრებინი მე გაგეცი პასუხი არ ნიშნავს მაგას რატო არ გინდა მიღება თუ აჭკაცი ბიჭი ხარ და თუ ობიექტური ბიჭი ხარ რატო არ უნდა მიიღო როცა პასუხს გაძლევ ანუ რატო არ შინას გაგეცი მე შენ პასუხი რატო არ გებო შენივე თავს რატო ეწინააღმდეგები არ კითხე ფარჯ რას ნიშნავს გეუბნები ლექსიკონში რომ გადაშალა ფარჯ ნიშნავს სასქესო ორგანოს მაგრამ ამ შემთხვევაში ნიშნავს პატიოსნება შეინახა ამ შემთხვევაში არ გვაწყობს ყველა თარგმანში მასე ამ შემთხვევაში არ აწყობ ესე ამ შემთხვევაში არ აწყობ და არ ნიშნავს. ანუ ეს კაისა. ანუ მაინტერესია. ინგლისური ხო იცი? კითხვა მაქვს. ინგლისური ვიცი კი. ეხა მომისმინე, კითხვა მაქვს. ცოტა ინგლისურის კითხვაში და ჩემს აქცენტზე არ დამცინოთ. And Mary, the daughter of Imran, who guarded her chastity, რას ნიშნავს? რომელმაც დაიცავა მისი პატიოსნება. ხო და chastity ნიშნავს პატიოსნებას და აი ზუსტად მაგას გეუნები. არ გინდა შენ მიღება ნეო, არ გინდა. ანუ მომისმინე ორი წამი, ანუ აი ამას რატო ვაკეთებთ მაინტერესებს რა. ანუ ჯერ იძახით რომ არა ქართულად არ იქნება სწორი არაბულად უნდა მე არაბულად გაკითხებ და არა ეხა არაბულად კი ფარჯ კი ნიშნავს სასქესო ორგანოს მაგრამ არა მოდი ინგლისური თარგმნა ეხა რა გაკეთე იცი აი დეიტას ესეთი რაღაც მუსლიმ შემთან არ უქნია არასდროს ლაივში ანუ გაკითხებ არაბულ თარგმნას და მიკითხავ ინგლისური აგერ ჩესტიტი წერიაო და ის ფარჯრო წერიაო ისო დავივიწყოთ ანუ ესეთი აბსურდი ანუ ხო ხვდები რა რაღაცო აღარ გესაუბრები იმიტომ რომ უნდა აღიარო ამ შემთხვევაში აბსურდს ლაპარაკობს გეუბნები გიხსნი ადამიანო პატიოსნება შეინახა ადამიანმა მაგითო რახან ქალწული დარჩა იყოს დაუშვათ მაცადე ორ წამი ფარჯის მაგიროდ იყოს დაუშვათ საშვილოსნო რას ცulis საშვილოსნოში შთაბერა ალაჰმა სული ანუ სული გაბრიელს უდრის და გაბრიელი შთაბერა საშვილოსნოში და ეგრე შეიქმნა ისა ისე საშვილოსნო არ წერია მაწერია ფარჯ ერთ წუთი ყურე არაბულ ენაში წაიკითხე აბნათ აღიმრალა ლეთი აჰსანთა რას ნიშნავს აჰსანათ რას ნიშნავს აჰსანათ შეინახა პატიოსნება ფარჯაჰა ხო მოყვება არ წერია რომ შთავბერი თომაში სული ეს მერე წერია უყურე აჰსანათ ფარჯაჰა შეინახა პატიოსნება აჰსანათ ფარჯა არა ნახე თავიდან თუ შენი გაგებით ვიმსჯელებთ აქ გამოვა რანაირად შეინახა სასქესო ორგანო თავიდან ბოლომდე წაიკითხე აჰსანა ფარჯაჰა თავიდან ბოლომდე წაიკითხე თავიდან ბოლომდე ანუ ეგ აიათი რო არ გაწყვიტო შუა იმაში ბოლომდე წაიკითხე ფარჯაჰა ფანა ფაჯნა ფიჰა მინ რუჰინა ვასადდაკათ ბიკალიმათი რაბიჰა
ვაკუთუბიჰი ვაკანათ მინალ ყანითი. გადავთარგმნე. რა ას ნიშნავს? და მარიამი იმრანის ასული, რომელმაც შეინახა პატიოსნება და თავბერეთ მას ჩვენი სული და დაადასტურა მან თავისი ღმერთის სიტყვები და მისი წიგნები და იგი იყო მორჩილთაგანი. კარგი, ანუ სული შთაბერა ვინ? აი მოისმენ, ახლა მომისმენ. მისი სულია. მაცადე მისი დავწეროთ მაგალითად სასქეს ორგანო და ჩავსვათ პატიოსნების მაგივრად სასქეს ორგანო. და მოდი. არა, რომელმაც რომელმაც შეინახა სასქეს ორგანო. მომისმინე. სად მიდიხარ ხდები? მომისმინე, მან ახსანათ ფარჯახა კონტექსტში მიუთითებს იმაზე, რომ სასქესო ორგანო რადგან არის ფარჯ, ახსანათ ფარჯახა მან მიუთითებს სული შთავბერეთ მან სასქესო ორგანოში. ესე არის. ანუ ესე თარგმნიან მაგას. ეხლა მომისმინე. ბიოლოგია თოიცი ვაფშე. არაბულად ესე ითარგმნება, მე წაკითხული მათ, ანუ ამის თარგმნა. არაბულ ენას რაფერ გვასწავლე შენ? ანუ მე თელი ცხოვრება. თელი ცხოვრება საქმეში ვარ, რანაირად გვასწავლე. მთელი ცხოვრება, ხო და მთელი ცხოვრება საქმეში ხარ და ანუ მზად ხარ რომ ფარჯ რას ნიშნავს მეთქი სასქესო ორგანოსო და მზად ხარ რომ არაბულსო თავი დავანებო და აღარ ინგლისურად წაგიკითხავ და ჩესტიტი იქ წერია, ამიტომ ისა ანუ შენ რომ ისა მთელი ცხოვრება არაბულს სწავლობ, ეხლა ამ შემთხვევაში არაფერს ანიშნავს. შენ შეიძლება მითხრა ეს ერთით გეხვეწები. მოდი ქართულად წაიკითხე. არაბულს დაანებეთ. ქართულად წაიკითხე და მაგ ჩასვი სასქესო ორგანო. რანაირი თარგმანი გამოგივა საინტერესოა. ქართულად არ წავიკითხავ, იმიტომ რომ არასწორად არის გადათარგმნილი. ანუ მე წაგეკითხე სპეციალურად არაბულ ენაზე და კითხე რას ნიშნავს მეგობარო ფარჯ. და რა მიპასუხე? გაიხსენე? რა მიპასუხე? რას ნიშნავს მეთქი რო კითხე? რა მიპასუხე? მიპასუხე? ლექსიკონში ნიშნავს სასქესო ორგანოს, მაგრამ ტექსტში ნიშნავს პატიოსნებას ამ შემთხვევაში. მოდი სასქესო ორგანო რას ნიშნავს ინგლისურად? პრივატ ფარტს, ხო? მომისმინე, ორი წამი მომისმინე. ანუ ალაჰმა შთაბერა თავისი სული და მარიამში და ესე იქნება ისა, ხო ასეა? კი. ხო? ანუ ალაჰმა შთაბერა არა სასქესო ორგანო. საშვილოსნო იყოს, კაი, სანამ მე მაგას დაგიმტკიცე რომ ისა სასქესო ორგანო, მაგრამ სანამ მაგას ვიზამ, ნახე, საშვილოსნოში ჩაბერა ალაჰმა. მაცადე თხოვ წა. ალაჰმა შთაბერა საშვილოსნოში სული და იქნება მარიამი. სულზე რა რას ამბობდი, ვინ არისო? გაბრიელი. ალაჰმა შთაბერა გაბრიელი მარიამში და ესე იქნება ისა, ხო? კი თუ არა? კი თუ არა მიხარი? ნახე, მოიცა, კი თუ არა, მოიცა, მე აიათი თქო გაქცევა. კი თუ არა ნისასურა. მე კიდე გუშინაც გითხარი, კი და არათი რელიგიაში პასუხი არ არსებობს. არა, მე გამეცი და მე გააგრძელე. ანუ მე შენ წეგანა თქვი რომ სული არის ანგელოზი, აღიარე რომ ალაჰმა შთაბერა მარიამის საშვილოსნოში თავისი სული და ესე შეიქმნა ისა, ანუ რადგან სული არის გაბრიელი, გამოდის რომ ალაჰმა შთაბერა გაბრიელი მარიამში და იქნება ისა. დამეთანხმე კი თუ არა? ერთ წუთი, კი და არათი პასუხი არ არსებობს. ან კი მითხარი, ან არა და გააგრძელე. თუ ან გაუმიხარ კითხვას. ჰეი წიგნის ხალხო, ზღვარს ნუ გადახვალ თქვენ სარწმუნოებაში და ნუ რა